მისი ჰეპატიტების საერთაშორისო დღე არის. ჩვენ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი უკვე 3 წელია მუშაობს ჰეპატიტების მკურნალობის, ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე. 200,000 ადამიანი არის ინფიცირებული და მკურნალობის კურსი $15,000-დან $18,000-მდე და უფრო მეტი წლის. წარმოიდგინეთ, ეს თანხა აბსოლუტურად შეუძლებელია ადამიანმა გადაიხადოს. კონკრეტულად ეს აქცია ფარმების წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ორ გიგანტს, ეს არის მერკი და როშის ფირმა, რომლებიც ინტერფერონს არ აწარმოებენ, მამასისხლის ფასად ყიდიან ამ პრეპარატებს და ბევრი ადამიანი, ანუ ამ კამპანიებმა, ფარმაკამპანიებმა თავისი მოგება არ უნდა ანაცვალონ სიცოცხლეს, ადამიანის სიცოცხლეს და აქ ნამდვილად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. ეს სურათები რას ნიშნავს? ეს სურათები არის ცოტა სიმბოლური გაჩვენებელი იმისი, რომ დღეს მე შეიძლება ვიყო ცოცხალი, მაგრამ დღეს ვარ ცოცხალი, მაგრამ როგორც ინფიცირებული ხალ შეიძლება უკვე აღარ ვიყო ამ ქვეყნად და ჩემი სიცოცხლე დამოკიდებულია იმ ფაზზე მედიკამენტებისა, რომელსაც მთელი ჩემი კეთილდღეობა რომ გავყიდო, ალბათ ვერ ვიყიდი.